რომ არ უშინდებით არანაირ გარემოებას და იმისთვის რომ ყოველდღე ისევ და ისევ უფრო და უფრო ძლიერები მოვდივართ აქ და უფრო დიდ შედეგს დავდებთ რა თქმა უნდა. ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ჩვენს აუდიტორიაში სალექციო სესიებს, დღესაც ძალიან საინტერესო ლექცია გვაქვს, რომელსაც ჩვენი სპიკერი ძალიან საინტერესო ფორმატში გააგრძელებს და იმედი მაქვს რომ საბოლოოდ ერთ კარგ მუსიკალურ ნომერსაც შემოგთავაზებთ. განარჩენს თვითონ გაგეცნობათ, წარადგენს თავს, ჩემზე უკეთესად დარწმუნებული ვარ და მოусმინოთ. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. გამარჯობა. ისმის ახლოს უნდა მქონდეს თუ ესა. გამარჯობა. პირველ რიგში მადლობა მოსვლისთვის, დაინტერესებისთვის. მადლობა მაიკოს დამიკავშირდა სოლომონს მადლობა რეკომენდაციის გასცემისთვის, მოკლედ ოსკარივით არის, მადლობებით ვიწყებ რა თქმა უნდა. და იმედია საინტერესო ლექცია რა საუბარი გამოვა. იმიტომ რომ თემაც თავისთავად საინტერესოა, ჩემი აზრით. და ხო ცოტა ისეთი ის არის რომ არ ვარ ახლა მაქსიმალურად წინასწარ ბევრი არაფერი დამიწერია და არ მომზადებული ვარ, მაგრამ მე მგონი მაინც საინტერესო საუბარი შედგება. თემა იყო ესეთი ფოლკლორზე უნდა გვესაუბროთ, ძირითადად უფრო ტრადიციულ მუსიკაზე და ტრადიციულ მუსიკის როლზე პროტესტში, მაგრამ ჩემი აზრით მე მაიკოსთან საუბრის შემდეგ რაღაცნაირად ისე სათაური ისე დავარქვით, რომ რუსული და ევროპული გავლენა ქართული ტრადიციული მუსიკის განვითარებაზე. დღეს აგერ ჩემმა მეგობარმა თეონამ მითხრა რომ რაღაც ესეთი სათაური აქვს, თითქოს რაღაც ძალიან მუსიკალური გავლენები და რაღაცა და მე მგონი ყველასთვის გარკვეულია რომ მათი ესე იგი პოლიტიკური გავლენაზე იქნება უფრო მეტად საუბარი. რა სიკეთე გააკეთეს და ან რა დაგვაკლეს და რა ვიცი ჩემი აზრით კიდევ და კიდევ დავწმუნდებით ამ საუბრის ბოლოს ვინ რას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის. მოკლედ მინდა მაინც ქრონოლოგიურად მივყვე რა აი ამ ჩართულობას და ევროპის და რუსეთის და საუბარი უნდა დავიწყოთ მე-19 საუკუნით. მე-19 საუკუნით, რომელიც ფაქტობრივად მე-19 საუკუნის დასაწყისიდანვე უკვე რუსების ხელში მოუხდით. ყველა მივსით ეს ამბები და ამას აღარ შევყვები. პირველი, ესე იგი, ინტერესები და ხელის შეშლა ამ ტრადიციულ მუსიკაში უფრო მეტად იკვეთება ქართულ საგალობელში. ქართულ საგალობელში, რომლის ნოტებზე ფიქსაციაც იწყება მე-19 საუკუნის დასაწყისიდან რამდენიმე ნიმუში გვაქვს ამის, რომ ესე იგი იწერენ ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე იმისთვის, რომ არ დაიკარგოს, გადარჩეს და გადაეცეს მომავალ თაობას. მაგრამ რუსეთი, მოკლედ რის რუსეთია, სადღაცაც უნდა გამოყოს თავისი ხელი, არა? ეს ეგზარქოსები იყვნენ მაშინ საქართველოში, ჩვენ არ ყავდა ესე იგი დამოუკიდებლობა არ ქონდა ჩვენს ეკლესიას და ეს ხალხი მოკლედ რას როგორ შეურაცხყოფას აღარ აყენებდა ამ ჩვენს ტრადიციულ მუსიკას, უფრო მეტად გალობას. ხან თხის კიკინს მასშობოდნენ, რა ქვია, ამსგავსებდნენ ამასთან, ხან რა და ხან რა. ისიც უნდა ითქვას, რომ იყვნენ გამონაკლისები, რომლებიც საერთო სურათს ვერ ცვლიდნენ, მაგრამ მათი არხსენებაც არ შეიძლება. იყო ესეთი ეგზარქოსი მოსე 1830-იან წლებში, 3-4 წელიწადი იყო მე მგონი სულ ეგზარქოსი მეტი არა, თორე სიონშია დაკრძალული და ამ კაცმა 60 წელიწადში რაღაცნაირად ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომ დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა ქართველების მხრიდან. იმიტომ რომ წყაროებში წერია, რომ ესე იგი ტირილით გამოაცილესო მოკლედ ეს 3-4 წლის ეგზარქოსი მოკლედ საქართველოში მოღვაწეობდა და ისე დაკრძალეს თურმე. მან რომ მოისმინა პირველად ქართული საგალობელი, თქვა რომ ეს არის განძი, რომელიც არ უნდა დაიკარგოს და უნდა დაფიქსირდეს. და ფაქტობრივად პირველი იყო ასეთ რანგში, ვინც დაიწყო ამ საგალობლების ჩაწერას. სამწუხაროდ რაღაცა დავიწყე ამ კვლევა ამისი, სად წავიდა ეს საგალობლები, იმიტომ რომ ძალიან დიდი ისტორია აქვს ამას, რა, როგორ, რანაირად და ძებნის პროცესში ვარ და იმედია რაღაც მალე პატარა ისტორიული აღმოჩენაც გველის იმედია. ამის შემდეგ აი წნეხის პარალელურად მოკლედ ახალი თაობა ნაკლებად ინტერესდებოდა ამ საგალობლებით და ეს ძველი თაობაც რასაკვირველია უკან მიდიოდა, იღუპებოდნენ ცოდნე ხალხი და საჭირო იყო რომ ეს საგალობლები გადარჩენილიყო. ამის ყველაზე ესე იგი
ეფექტური გზა იყო, რომ ამ 500-იან სამთო სისტემაზე უკვე სრულყოფილად რაღაც სისტემური სახე მისცემოდა ამ საგალობლების ჩაწერას. ნუ ამაზე შეიქმნა დიდი ეროვნული გაერთიანება იყო, მათ შორის ილია ჭავჭავაძეც და სხვა დიდი სახელები მოკლედ, ვინც კურირებდნენ ამ საკითხს, როგორ უნდა ჩაეწერათ ქართული საგალობელი და ასე. ბევრმა ცადა, ბევრს არ მოწონდა ეს ჩანაწერი, ზოგმა თქვა არასწორია, ზოგმა თქვა ეს არ უნდა, იმიტომ რომ ქართული ტრადიციული მუსიკა, ესე ცოტა ხალხურად რო ვთქვა, არ არის აი ამ კლავიშებზე, ყველამ რო ვიცი დო, რე, მი, ფა, სოლი, ასე, ანუ ასე ქართველი ვერ მღეროდა, ანუ ასე, ანუ ჩვენი ბგერები, რასაც მღეროდნენ ეს ჩვენი წინაპრები, იყო აი ამ დო, რეს შუა, დო, დოძიეს, რეს შუა, ანუ ისეთი ნოტები იყო, რომელიც ამ კლავიშზე არ ფიქსირდება. შესაბამისად ჭირდა ამისი ჩაწერა ამ სანოტო სისტემაზე, მაგრამ მაინც მოხერხდა ფილიმონ ქორიზის მეშვეობით. ფილიმონ ქორიზი იყო პირველი ქართული ბანი ლასკალაში. იქ მოღვაწეობდა, იტალიაში მოღვაწეობდა ზოგადად მათ შორის ლასკალაში და ჩამოდის ფილიმონი 1880-იან წლებში, მასთან მიდიან ქართველი მგალობლები და ეუბნებიან, რომ ქართული საგალობელი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას, იკარგება და ჭირდება მცოდნე კაცი ამ ევროპული განათლებით, ვინც მოკლედ შეძლებს რომ სრულყოფილად შეძლების ფარგლებში ჩაწეროს ეს საგალობლები და მომავალ თაობას დაუტოვოს. ფილიმონ ქორიზი 1880-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე, მის უკანასკნელ დღემდე, ესე იგი წერდა ამ საგალობლებს და ასეც გარდაიცვალა. შემდეგ ის სიღატაკეში გარდაიცვალა, მისი ბანკი რაღაცა გაიქურდა, მთელი ამბები და მოკლედ ის დანაზოგები რაც ჰქონდა, ნუ და ბოლოს ეს როიალების აწყობით ირჩენდა თავს ფილიმონი და გარდაიცვალა გზაზე, ბახმაროს გზაზე, სადაც იქაც ჩასაწერად მიდიოდა საგალობლების და ესე გარდაიცვალა. დღესაც სამწუხაროდ ზუსტი დაახლოებით ადგილმდებარეობა ვიცით, მაგრამ ზუსტი ადგილმდებარეობა მის საფლავის სამწუხაროდ არ ვიცით. თუმცა ფილიმონმა შემოგვინახა დაახლოებით 10,000-მდე ქართული საგალობელი. და მისი ღვაწლია, რომ დღეს საერთოდ ქართულად და ქართულ ტრადიციულად შესაძლებელია ქართული გალობის შესრულება. უკვე 1890-იანი 80-90-იან წლებში იქმნება პირველი ხმის ჩამწერი მღერებს და შესაძლებელი იყო ხმის ჩაწერა. ეს უკვე ხო იცით როგორ არის პირდაპირ ეს გამოგონება რომ კეთდება და უკვე ინოვაცია რო არის ამის ესე იგი განვითარება უკვე სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და ასე განვითარდა ამ ცვილის ნილვაკებიდან, ცვილის იყო მატერია, ცვილი იყო და გადავედით ფირფიტებზე. ფირფიტებზე ასევე იქმნება 90-იან წლების ბოლოს გრამოფონი კომპანია, ესეთი ამერიკაში. შემდეგ იქმნება ბრიტანეთში ეს კომპანია და ცდილობენ რომ მოედონ მთელ მსოფლიოს და ჩაწერონ მთელ მსოფლიოში ხმები, მომღერლები. შეიქმნა ეს გრამოფონის კომპანიამ ეს თავისი მაღაზია მოსკოვში დააფუძნა თავიდან და შემდეგ წამოვიდა კავკასიაში. კავკასიის ცენტრი ყველას მოგვეხსენება იყო თბილისი და აი აქ, აი ამ ესე იგი მუზეუმის ადგილზე იყო სასტუმრო ორიენტი და ამ ორიენტის პირველ სართულზე იყო გრამოფონის მაღაზია. სადაც ეს გრამოფონი ალბათ ყველამ იცის, დიდი ყური რო აქვს და აქედან მოკლედ ფირფიტაზე და ესე და ეს იყო კომერციული მიზნით, ესე იგი გადაწყვიტეს რომ ჩაეწერათ ადგილობრივი მომღერლები. რითაც შემდეგ გაყიდიდნენ მარტივად მათ ესე იგი ამ ჩანაწერებს და ხალხი იყო გაოცებული რასაკვირველი ამითი ივერიაში ფანტასტიკური სტატიებია ამის შესახებ, როგორი აღფრთოვანებულები არიან თვითონ ჟურნალისტები და როგორ აღწერენ ამ ამბავს რომ შეიძლება რომ ხმა ჩაიწერო და ამან გამოუშვას იგივე ხმა. ძალიან ცოტა კომიკურიც კი არა. ხო და მოკლედ აი ამ ადგილზე ჩაწერილი არიან არა მხოლოდ ქართველი უნიკალური მომღერლები, ლეგენდარული მომღერლები, აი რევოლუციური ესე იგი დონის რა რომლებმაც გარდაქმნეს ფაქტობრივად ქართული ხალხური სიმღერა, არა მხოლოდ ისინი, არამედ მთელი ამიერკავკასიის შემსრულებლები, იმიტომ რომ პირველი იყო აქ და სანამ ბაქოში და ერევანში გაიხსნებოდა, სომხეთიდანაც და აზერბაიჯანიდანაც ჩამოდიოდნენ აქ ჩასაწერად. შესაბამისად შექმნა უნიკალური კოლექცია 1902 წლიდან 1914 წლამდე. ნუ შემდეგ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და გრამოფონს მოკლედ ბრძანება მოუვიდათ რომ ყველა ეს მაღაზიები უნდა დაიხურათ და წასულიყვნენ ისევ ლონდონში. შესაბამისად ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ რომელ ყოფილიყო ბრიტანელების ეს დახმარება ამ ხრივ დახმარება შეგვიძლია მას უწოდოთ რასაკვირველია
ჩვენ ეს უნიკალური მომღერლების ხმები და სიმღერები მე ამ მომღერლებზე ახლა საერთოდ არ დავიწყებ საუბარს, იმიტომ რომ ეს ხალხი უზარმაზარი თემა რა როლი შეასრულეს მათ ამ ჩვენი ამ ტრადიციული მუსიკის განვითარებაში და შენარჩუნებაში, მაგრამ ამისთვის შეიძლება კიდევ ერთი შეხვედრა იყოს საჭირო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაა. ერთი სიტყვით აი ესეთი რევოლუციური მოკლედ ამბავი გვაჩუქეს ბრიტანელებმა. ამის შემდეგ ამის პარალელურად სხვათა შორის ქართველებიც იწერდნენ ისიც, მაგრამ ისინი უფრო ნაკლებ ხარისხიანად ამ ფილფონოგრაფზე, მათ შორის ზაქარია ფალიაშვილი, ცნობილი იყო რომ დადიოდა ის და სოფლებში წერდა ხალხურ მომღერლებს, მან ამით დაიწყო საერთოდ კარიერა, ასევე დიმიტრი არაყიშვილი, ასევე კომპოზიტორი ცნობილი, მანაც ასე დაიწყო. თუმცა მათი ეს ჩანაწერები დღემდე უცნობია და დღემდე ამის ძიება მიმდინარეობს და იმედია ამასაც იმ ნოტების არ იყოს რაღაცა მალე გავალთ ფონს და იმედი გვაქვს რომ ვიპოვით. ამის შემდეგ ესე იგი ტექნოლოგიები ვითარდება, ნელ-ნელა მიდის ჩაწერები, ყურადღების მიქცევაც მათ შორის და ერთ-ერთი პირველი უკვე ის ქუთაისში ჩაწერეს სამუელ ჩავლეშვილი იყო ესეთი მომღერალი, რომელიც იყო უნიკალური, რომელსაც აწერენ გურული სიმღერის განვითარებას, იმიტომ გურული სიმღერა ყურას მოგვისმენია და არის საკმაოდ რთული, ხომ? მოსასმენათაც და შემსრულებლობის თვალსაზრისითაც. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ სამუელ ჩავლეშვილმა ეს იყო მარტივი, ბევრად მარტივი და სამუელმა გაართულა ეს სიმღერები. ჩვენ ვიცით, რომ სამუელი ესე იგი უსმენდა ჩიტებს უსმენდა, შემდეგ ამ მელოდიებს ჩონგურზე უკრავდა და ეს მელოდიები შექონდა სიმღერაში. ეს იყო რაღაცა ეს დემოკრიტე იყო ანტიკურ საბერძნეთში და მას ჰქონდა ეს თეორია, რომ ადამიანმა ეს მუსიკა და სიმღერა აითვისა ბუნებიდან. და ეს ანუ მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში სამუელ ჩავლეშვილი იყო ამის ნათელი განსახიერება, თუ როგორ ესე იგი ჩიტიდან და სხვა შორის მე ერთი გურული მეგობარი ყავს მომღერალი და მან გურიაში ვიყავ და დილით 6 საათზე ვიღაცა მაგვიწევს, რომ სანდრო მეთქი რა ხდება? და რა ჩიტები ჭიკჭიკებენ, ნუ მე უთხარი დილის 6 საათი და იჭიკჭიკებენ ახლა რა თქმა უნდა. ნუ ადექი ამაყენა და ვზივარ ეს გააყენული და დილის 6 საათზე შემოდგომა ნაცვიმარი წინათვის და ვზივარ და მოусმინე და მეთქი ახლა ესეთი რომანტიკაც უკვე ზედმეტია ახლა დილის 6 საათზე და მოусმინე ყურადღება რომ გამამახულებინა აი ეს გურული სიმღერის ვარიაციები რა ჩვენ ვიცით უკვე ხო? აი ეს არის პირდაპირ გადმოღება მოკლედ ამ ჩიტების ჭიკჭიკიდან ფანტასტიკური ამბავია და ეს იყო საოცარი მომღერალი და საოცარი გუნდი ყავდა. ნუ ახლა ნაკლებს არ დაიყენებდა სამუელი გვერდში და ჩვენ ვიცით ესეთი ინფორმაცია გვაქვს რომ ბრიტანეთიდან მას ჰქონდა და მის გუნდს ჰქონდათ მიწვევა რომ წასულიყვნენ ესე იგი ბრიტანეთში და იქ გაემართათ კონცერტები, თუმცა როგორც მოგახსენეთ ეს პირველი მსოფლიო ომმა პირველ მსოფლიო ხელისშემშლელი ფაქტორი გამოდგა და მოკლედ მათი ეს ვიზიტი ვერ განხორციელდა სამწუხაროდ. ასევე უნდა ითქვას, მხოლოდ მშვიდობიან ვითარებაში არ იწერდნენ და არ ინტერესდებოდნენ ეს ევროპელები ჩვენი მუსიკით. აი ეს პირველი მსოფლიო ომი ხელისშემშლელ ფაქტორად კი იქცა რაღაც რიგ გარემოებებში, მაგრამ როდესაც პირველ მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნენ ქართველები სხვადასხვა ბანაკებში, იქ გერმანელებმა, ჭკვიანმა ხალხმა მოკლედ გადაწყვიტა, რომ ეს ხალხი აი ამდენი ეროვნება რომელთანაც ესე პირდაპირ შეხება თქვა ესეთ ფუფუნება არ იყო ხო უცებ ჩაფრინდი და ჩამოფრინდი გადაწყვეტეს რომ ამ საკონცენტრაციო ბანაკებში უბრალოდ ამ ტყვეთა ბანაკებში ევლოთ და ჩაეწერათ ამ ხალხის სოდნა. ამ ხალხის სოდნა ეს იქნებოდა ზეპის სიტყვერება, ლექსი, მოთხრობა, რაღაცა გადმოცემა, იგავარაკი, რა ვიცი, მათ შორის სიმღერები. და ამ ჩვენმა გერმანულმა მეგობრებმა, ნუ მაშინ ტრევმა, თუმცა ახლა მეგობრებმა ჩაწერეს უნიკალური სიმღერები 1916 წელს ქართველი ტყვეებისგან. და მათ შორის აი გუშინ დავით ჩუღლიაშვილი გვესწრება წეღანისისთვის ცოტა მერიდება მეთქი დათო აქ არის და მე რო ამ თემებზე ვლაპარაკობ, მაგრამ გუშინ ვესაუბრებოდი დავით რომ ეს რობერტ ლახი იყო ესეთი ეთნომუსიკოლოგი და ეს კაცი დაიშოკა ესეთი მუსიკა რომ მოისმინა ამ ხალხისგან, ნუ გადაირია და თქვა რომ თქვენ აქ მარტო აქ არა და მეორე თუ მესამე დღეს დააორგანიზა და უკეთესი აპარატურით უკვე სხვაგან უფრო ესე იგი დალაგებულ და დავარცხნილ ვითარებაში ჩაწერა ეს მომღერლები. თუმცა ეს ხალხი იყო სულ შერეული ეს ერთი გუნდი ხო დაუტყვევებიათ, ეს იყო ზოგი კახელი იყო, ზოგი გურული იყო, ზოგი სვანი იყო და მოკლედ ამ ხალხმა მე მგონი ეს ყავისფრად ყურლა მიჭირავს, ეს მაინც ვერ სვავდა. წანსივდება მე მგონი და ხო და ერთი სიტყვით ხო და მოკლედ ესე ჩაწერეს და უნიკალური ისტორიებია სხვა შორის ერთი ლავროსი მამალაძე იყო ხევიდან, ჩოხატაურიდან და ეს ანოტაციებს წავიკითხე ამ კაცის სახელი და გვარი და ხევი რო წავიკითხე, წავედი მე ხევში და აღმოვაჩინე მისი შთამომავლები ცოცხლები არიან თურმე და მომიყვნენ ეს ისტორია რომ ეს კაცი 22 წლის ბიჭი წარმოიდგინეთ 1916 წელს, რომელიც თქვენ ჩავარდა გერმანიაში
ხეველმა ბიჭმა, ხევი არ ვიცი ვინც იცით, ეს საკმაოდ ადგილზე არ არის, ეს თქვა პირდაპირ ტრასაზე არ არის, ჩოხატაურის ხეველმა ბიჭმა ინდონეზია იცოდა გერმანულად ვეფხისტყაოსანი თარგმნა იქ. აი 20 რამდენი წელს უნდა ყოფილიყო 30 წლამდე ბიჭმა მოკლედ აი ესეთი ამ ხელსაქმე და ჩაწერა უნიკალური სიმღერები. ეს ჩანაწერები დღეს გვაქვს ჩვენ, გამოცემულიც არის, სამწუხაროდ ნაწილია გამოცემული, იმიტომ რომ ზოგიერთმა არქივმა იყო ყმანა და არ გადმოგცეს სრულად ეს ჩანაწერები, მაგრამ იმ ნოტების და არაყიშვილის და იმის არ იყოს იმედია ამასაც გამოვაძვრენთ და ჩვენთან დაბრუნდება ეს ჩანაწერებიც. ერთი სიტყვით აი ესე მიდიოდა ეს ამბავი, სანამ არ ჩამოკრა 1921 წელმა და რა უბედურებას ყველა დარგს გაუკეთა ამ ესე იგი ამ საბჭოთა კავშირმა არც ამ დარგს დააკლო თუ არა ყველაზე მეტად თუ არ შეეხო კიდევ რა. ესე იგი ამ 21 წლიდან უკვე მეტი ყურადღება ექცევა, თითქოს ძალიან ისეთი კაი რამე ხდება რა, რომ ამ მომღერლებს რაღაც მეტი ყურადღება ექცევათ, გუნდები ყალიბდებიან, სახე ეცემა ამ მათ მოღვაწეობას. ტარდება რაღაც ისინი რა ქვია მაგას ეს ოლიმპიადები, ხო რაღაც კონცერტები და ეს ბატონო ფესტივალები, მადლობა. და მოკლედ აი ესეთი ამბები ტარდება და ეს ბედნიერები არიან ეს მომღერლები რა, იმიტომ რომ აქამდე რაღაც ყურადღებას ამათ სიმღერას დიდად არავინ არ ეცემა და მოვიდა ბედნიერი და მზიანი საბჭოეთი და მათი ეს შემოქმედებაც დააფასა და მოკლედ ხო თუმცა ყველაფერი, მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი, ხო, აი ეს ამბავმა იმუშავა და ხო და ესე იგი აი ამ ხნიერი კაცის ხალხის ამბავმა ცოტა გასტანა კიდევ აი 30-იან წლებამდე მაინც პატარა გუნდები ნარჩუნდებოდა, პატარა გუნდები იყო და ისევ ძველი რეპერტუარით მიდიოდა ის ძველი სიმღერები, თუმცა აი 30-იანი წლებიდან მოკლედ აქტიურად იწყება ამ ხალხის გადამზადება ფაქტობრივად და ხელახალი როგორ თქვა, მუსიკის და ხელახალი ფოლკლორის შექმნა რა. ცოტა ხო არის ის ხო? იმიტომ რომ ხო და მოკლედ ერთი სიტყვით პირდაპირ დავალება მიცემული ეთნომუსიკოლოგებისთვის, რომ ჩავიდნენ აი ამ სოფლებში და ადგილობრივ ამ გუნდის ხელმძღვანელები გადაამზადონ იმის, რომ მათ შექმნან ახალი მუსიკა. ისევ ძველ პრინციპებზე პლუს მინუს, მაგრამ რაღაც მაინც თანამედროვე. ტექსტის თანამედროვე, ტექსტები იქმნებოდა უკვე ამ პერიოდში 7 წლებზე, 5 წლებზე, გეგმებზე, საკოლმეურნეო სიმღერები პროლეტარიატზე, სტალინზე, ბერიაზე და ასე შემდეგ. და აი აქედან როგორც კი იქმნება ეს მუსიკა, ნელ-ნელა ეს ძველი რეპერტუარი, რითაც ჩვენ ვამაყობთ, რითაც ჩვენ თავი მოგვაქვს, რითაც ჩვენ დავდივართ ამ სოფლიოში და ვაცნობ და გიждდება ეს ხალხი ამ ჩვენ მუსიკაზე, აი ეს მუსიკა ინაცვლებს უკან და წინა პლანზე გადმოდის აი ეს მოკლედ არც ერთად თანამშრომლობთ მოკლედ ამ მიმართულებით და არქივებში რო დავდივართ, ხედავთ ამ არქივში რო არის თქვა კონცერტი და ამ კონცერტის რეპერტუარი წერია რა და შემსრულებლები. და პირიმა ღია, იმიტომ რომ უნიკალური მომღერლები იმ პერიოდისთვის ჩამოყავდა გურიიდან, კახეთიდან, სვანეთიდან და მე ვუყურებ პირღია როდის ჩავთავ ამ ჩანაწერს, რომ მოვისმინო ამათი ეს სიმღერები. და ამასობაში ვთავ ჩანაწერს და ერთი სიმღერაც კი, აი ეს მრავალჟამიერი, ხასან ბეგურა, ნადური, შვიდკაცა, ბერიკაცი, აი ეს ჩვენი ძველი საამაყო სიმღერები, რაც არის ერთიც კი არ ჟღერდება და არის მოკლედ აღარ ჩამოვთვლი ამ ხო, ნამგალოს კიდე რა უჭირს. ხო, მოკლედ აი ესეთი მძიმე ვითარებით მოდის ეს მოდიოდა ეს ინერციით ეს ამბავი და სხვაწურის ისე იყო 37 წლის დეკადა, არ ვიცი ალბათ იცით, მეგობრებო, ამ დეკადების მთელი ციკლი ამით გაიხსნა, მოსკოვში ტარდებოდა ყველა ქვეყანას წარადგენდა თავის კულტურას. იქ იყო ოპერა, კლასიკური მუსიკა, ხალხური მუსიკა, რასაკურველი და პირველი იყო მოკლედ ქართველების დეკადა 1937 წელს ეს იყო რაღაცა უზარმაზარი ღონისძიება ჩატარდა სტალინი დაესწრო მთელი ამბები მოკლედ და დიდი გამოხმაურება ჰქონდა და რამდენიმე თვის წინ შემთხვევით ერთ-ერთ არქივში იოსებ მეგრელიძის არქივში ვნახე ამ კონცერტის ამ დეკადის პროგრამა და აი თეუნასაც ვეუბნებოდი რომ ამაზე გადაირია ხალხიო თეუნამას მით რომ აი ეს არის რაღაც სამარცხინო რეპერტუარი რითაც შეიძლებოდა რომ საქართველოს წარმდგარიყო ამ რაღაცა დიდი გაერთიანების დიდი საბჭოეთის წინაშე ეს ეს იყო იმის დასტური რომ საბჭოთა კავშირის მიზანი იყო ეს რომ ნელ-ნელა ამის რაღაცნაირად ეს უკუსლა და არ ვიცი გაქრობას მაგრამ ფაქტი ამას გვიჩვენებს
თუმცა მადლობა მინდა აუცილებლად გადავუხადოთ ჩვენ იმ ძველ ეთნომუსიკოლოგებს, რომლებმაც ამ ძველი მუსიკის ფასი იცოდნენ და გარდა ამ ახალი მუსიკისა, საბჭოური სიმღერებისა, იწერდნენ ასევე იმ ძველ რეპერტუარს და თუ ჩვენ ეს ოქროს ფონდი და გვაქვს და ეს უნიკალური ათასობით ჩანაწერი გვაქვს, აი მათი ამ რაღაც ენთუზიაზმის და ამ მათი ხედვის დამსახურებაა. ერთი სიტყვით ასე მიმდინარეობდა და როგორც კი ახალი თაობა წამოვიდა უკვე საბჭოთა კავშირში, და ამ ფესვები გაიდგა, ამ გუნდების უფრო დიდი, უფრო მასიური გუნდები მოგვევლინენ. რაღაცა აბსურდული, რაღაც ტრიკოტაჟის ქარხანასთან არსებული იქ რაღაცა ძაფების საღებავი ქარხნის გუნდები არსებობდა, ნუ აბსურდული გუნდები, სადაც იყო სავალდებულო იქ მღერა. იქ არავინ გეკითხებოდა შენ გინდა, არ გინდა, სული გაქვს, არა გაქვს, სმენა გაქვს, ხმა გაქვს, არა გაქვს, არა აქვს. მნიშვნელობა უნდა სამუშაო შემდეგ უნდა წასულიყავი ამ გუნდში და უნდა გემღერა. ცოდნეს, არ ცოდნეს. და მოკლედ ამან თავისი ეფექტი გააკეთა და კიდე შემდეგ ახალ თაობაში, რომელმაც შეხედა ამ აბსურდს, უკვე და საბჭოთა კავშირის ძალები შესუსტა, უკვე აღარანაირი სული აღარ გაუჩნდა, რომ რაღაცა ამ მასკარადში მიიღო მონაწილეობა. რა და თან მით უმეტეს რაღაცა ეს ხალხური სიმღერა ასოცირდა აი პროლეტარებთან და ამ რეპერტუართან, რაც უკვე ვახსენე. და შესაბამისად, აქედან მოყოლებული უკვე იწყება უკუსლა, უკვე ხდება არაპოპულარული ამ სოფლებში ეს ხალხური სიმღერა და აი რასაც ვთქვათ ის უკვე შემდგომ რუსთავი შეიქმნა გორდელაშები, რასაც ისინი მღერიან, იგივეს იმეორებდა ეს ხალხი. და ამით რა თქმა უნდა იკარგებოდა უკვე ადგილზე ეს ცოდნა. თუმცა აი ეთნომუსიკოლოგების დახმარებით ეს ცოდნა, რომელიც ჩაიწერეს ზოგმა ბაბინაზე, ზოგმა იმაზე ფირფიტაზე, შემდეგ აკუმულირდა თბილისში. ჩამოდიოდნენ ამ ინსტიტუტებში, ინახებოდა ეს ჩანაწერები და შემდეგ ნელ-ნელა ახალმა გუნდებმა აქ ისწავლეს ეს სიმღერები, ის ძველი სოფლის სიმღერები. და შემდეგ დღესდღეობით ისეთი ამბავი, რომ აქედან მიგვაქვს და ვაცნობთ, რომ თქვენ იცით აი ამ სოფელში ასე მღეროდნენ. და ეს მეგობრებო არ არის 100 წელი და 200 წელი არ გასულა აქედან, რამდენიმე ათეული წელი გავიდა. ანუ ხალხს რომელსაც უნდა ახსოვდეს წესით, აი ეს დავდივართ და ტელეფონით ვასმენებ და ეს ხალხი პირღია, რომ აქ ამას მღეროდნენ და მათ შორის მათი წინაპრებიც კი. ამის შემდეგ 60-70-იანი 80-იან წლებში ასეთი ბრუტალური და მძიმე ვითარება გვაქვს ამ ჩვენი საბჭოელების დახმარებით წყალებში და უკვე იქმნება ნელ-ნელა 80-იანი წლების ბოლოს აი ეს გამოღვიძება იწყება რა, როგორც აი ეს ეროვნული მოძრაობა როგორც კი წამოვიდა აქტიურად, ასევე მოხდა ამ მუსიკაშიც პირდაპირ რეაგირება იყო და იყო ანსამბლი მთიები, ედიშერ გარაყანიძის ხელმძღვანელობით, თუმცა ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა ავთენტიკურ შესრულებას. ეს არის აუცილებლად სათქმელი, იმიტომ რომ იქამდე მაინც ამ ხალხურ სიმღერას რაღაცნაირად ცოტა საოპერო მანერით მღეროდნენ რა და ეს ხალხური სიმღერა არ არის. ოპერას თავისი ადგილი აქვს, ხალხურ სიმღერას თავისი. ამათი ერთად შეზავება მაინცსა და მაინც დადებით ეფექტს ვერ გვაძლევს. და ეს ავთენტიკური შესრულება, ანუ ბუნებრივი, როგორც აი ეს გლეხობა მღეროდა თავის დროზე, აი ესეთი მანერით შესრულება დაიწყო ამ გუნდმა. შემდეგ ლეგენდარული აი ბატონ დავით შუღლიაშვილი გვესწრება ანჩისხატის გუნდი, რომელმაც აი აქ ანჩისხატის გუნდმა კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემი აზრით წინ ამ მიმართულებით, როგორც ხალხური სიმღერის, ისევე ტრადიციული გალობის, რომელიც ტაძარში რასაკვირველი აღარ მიმდინარეობდა ამის გაუგა. ტაძარში კი არა, ამას ჩანაწერი გავაციფრეთ, იყო ასეთი ეთნომუსიკოლოგი კახი როსებაშვილი. და რომელიც აი ჩუმად მაინც იწერდა ამ ძველ გალობლებს, აი ჩუმად რაღაცა ერთი არტემ ერქომაიშვილი ყავს ჩაწერილი 107 საგალობელი კაცმა ჩაწერა ცალ-ცალი ხმებით, ანუ ერთი ხმა, ერთი საგალობელი პირველი ხმა, მეორე ხმა, მესამე ხმა და 107 აი ესე ჩაწერეს აქ კონსერვატორიაში. და 60-იანი წლების ბოლოს ეს კახი როსებაშვილი ჩადის ბათუმში და იქ ხდება ნესტორ ჯიბლაძე, იყო ესეთი ძველი მომღერალი და მგალობელი. მათ შორის და ჩანაწერი იწყება აი ესე, რომ კახი ეუბნება, რომ შეგვიძლია დავიწყოთ ბიზია ნესტორ და ნესტორის პასუხი გალობას კი არ იწყებს. პირველი ამბობს, რომ ხო არ დაგვიჭერენ. და ხო, იმიტომ რომ შიში იყო ჯერ კიდე მაშინ რომ უკვე ყანყალებდა საბჭოთა კავშირი ისეთი ძლიერი აღარ იყო, მაგრამ მაინც ესეთი შიში იყო დიდი და ეს ძალიან ემოციური იყო მოსასმენად რომ რაღაცა და აი ესე გაყინული ეს ქართული ტრადიციული გალობა, რომელიც არა ეკლესიაში, საერთოდ სახლშიც კი ერიდებოდნენ ამის შესრულებას, აი ეს ანჩისხატის გუნდმა რაღაცა საეტაპო ნაბიჯი გადადგა და დააბრუნა ქართული ტრადიციული საგალობელი თვითონ ამ წირვალ ოცვის ეკლესიაში დააბრუნა ერთი სიტყვით რო ვთქვათ რა და ამისთვის რაღაცა მე მგონი მეგობრებო ბატონ დავით რო აგვესწრება, მე მგონი შეგვიძლია ტაშის დაუკრათ და მადლობა გადაუხადოთ მათ ამისთვის. დავით ეგრეა. ხო. ეს ფაქტობრივად ანჩისხატის გუნდი იყო მაგალითის მიმცემი და შემდეგ დღესაც აი ძალიან დიდი პოპულარობით
სარგებლობს სხვა შორის აი მუსიკის სპეციალისტებმაც, რომლებმაც გაიგეს რეალურად ქართული საგალობელი რა არის და რა ჰარმონიები მუშაობს იქ, ну ეს ყველასთვის აღმოჩენაა ხოლმე, ვინც მოკლედ ამას რეალურობას მოისმენს, რეალურად შეხება ექნება ამასთან. შემდეგ 90-იანი წლებიდან უკვე ძლიერდება და ძლიერდება. ძლიერდება პროექტები, პროექტები უფრო და უფრო მეტი ხდება, გასვლა ქართველების და გუნდების მეტი ხდება ევროპაში, ამერიკაში მათ შორის და მათი მხრიდანაც შესაბამისად ინტერესი უფრო და უფრო მეტია. ჩამოდიან იქიდან სიმღერების სასწავლად. ახლა ამას ფიქრობდი და მე არ მახსენდება, აი თუ ჩემი მეგობრები ვისაც ასევე გამოცდილება აქვს დიდი მათ ვთხოვრო თუ მეშლება შემისორონ, მე არ მახსენდება რამე რუსული გუნდი, სხვა შორის ეხლა კი დაიწყეს რუსებმა ახალგაზრდებმა ანტიპუტინისტურად ვინც არიან განწყობილი აქ ჩამოდიან, ყოველ შემთხვევაში არ ვიცნობ მათ, მაგრამ გამიგია რომ მოსწონთ ეს ხალხური სიმღერა და ღერია, სხვა შორის მათ შორის რთულ სიმღერებს, მაგრამ საერთო ჯამში მე არ გამიგია რუსული გუნდი, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერას ღერის რა. ну ეს სულიკო და ტბილისო და რაღაცას მაგას არ ვამბობ ხო რასაკვირველი. მაგრამ სამაგიეროდ მე შემიძლია დიდი ხნის მანძილზე ხო მართალი ხარ. დიდი ხნის მანძილზე დავიწყო ჩამოთვალ და არ ვიცი როდის გავჩერდები ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. შეიძლება ქვეყანაში ერთი კი არა, ქალაქების მიხედვით იყოს გუნდები, ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებელი გუნდები. მე აღარ ვამბობ ამერიკაში, რომელსაც შეგვიძლია შტატების მიხედვით დაუაროთ და იქ მოვიზიოთ ხალხი, რომელიც ქართულმა ხალხურმა სიმღერამ შეკრიბა და მათ შორის ბელგიაში არის სამეზობლო, მეზობლები ეგრე ქვია, სხვათა შორის გუნდს დაარქვეს მეზობლები და სამეზობლომ გადაწყვეტა რომ ქართული ხალხური სიმღერები ესწავლა და აქედან ჩვენი მეგობარი ჩადის ხოლმე და იქ ასწავლის სიმღერებს და ეს სამეზობლო მოკლედ ღერის ამ ქართულ ხალხურ სიმღერებს და არის ერთება. ანუ ნახეთ როგორი სიტუაცია რომ ადამიანები და მას ამბობენ რა ქვია ქართულობას გვართმევენ რომ ну თუ გვართმევენ ან სადდებენ ან სად მიაქვთ ეს სამკი გასაგები რომ სამეზობლოში ხო აი მართალი ხართ იქ უნდა ვეძებოთ ჩვენი წართმული ქართულობა ხო და ეს ხალხი პატივს სცემს ინარჩუნებს ავრცელებს ეს ხალხი არის ხალხი ვერ წარმოიდგენთ ამათ ჩვენ რო ხდები და ეს მე ნანახი მაქვს მაგალითად ერთი ქართული ხალხური სიმღერით დაინტერესებული ადამიანი როგორ ესაუბრებოდა სხვა ადამიანს რომელსაც შეხება არ ქონია ამ მუსიკასთან ну აი პირი დავაღე რა ეს პროპაგანდისტებს რო ვეძახი ცუდი კონოტაციით გამოიყენება ხოლმე მაგრამ აი პროპაგანდის დადებითი მნიშვნელობაც ხო აქვს რასაკვირველია ეს ხალხი ელჩები არიან ფაქტობრივად ჩვენი მუსიკის ჩვენი კულტურის და ну მათამი აი მადლობის მეტი მე მგონი არაფერი არ გვეთქმის არავის ამ ხალხის დახმარებით უამრავი საქმე გაკეთა საქართველოში მათ შორის ზოგადად ინსტიტუციურადაც და ორგანიზაციულადაც 2000-იანი წლების დასაწყისში სხვა შორის საფრანგეთმა თუ არ მეშლება მე მგონი საფრანგეთმა გამოყო თანხა სპეციალურად იმისთვის რომ აქ საქართველოს ამ 2000-იანი წლების დასაწყისში რა ხდება ქვეყანაში რომ დიდ ქალაქებში ეს იყო ოზურგეთი მე მგონი სვანეთის იყო კი უცებ მესტია თელავი და კიდე იყო მოგეთ ქუთაისი იყო მე მგონი რომ წელიწადი თუ 2 წლის მანძილზე უფასოდ ადგილობრივ ბავშვებს შეესწავლათ ქართული ხალხური სიმღერა ხო აი ამაზე მეტი დახმარება მე არ ვიცი ამან მთელი ფაქტობრივად ესეც საეტაპო მუშაობის პროექტი დღეს სხვა შორის ეს ფოლკლორის ცენტრი აკეთებს ამ პროექტს და ძალიან ხაზგასასმელი რომ ფაქტობრივად ყველა რაიონში არის ესეთი სკოლა გახსნილი და უფასოდ ეუფლებიან მოკლედ ამ ტრადიციულ მუსიკას ერთი სიტყვით მოვედით დღემდე სადაც როცა ეს ორგანიზაციები ეს კი USAID გაერო თუ რიგი ევროკავშირის დაფინანსებები და ამ შემდეგ რომლებიც ორიენტირებულები არიან რომ გაკეთდეს პროექტები რომლებიც ხელს შეუწყობს გადარჩენას ანუ დაღუპვისთვის განწირული ესე იგი ნიმუშების გადარჩენას ექსპედიციები ფიქსაცია ალბომების გამოცემა წიგნების დაბეჭდვა თუ ამ შემდეგ და ასევე განვითარება და ამ ჩვენი მუსიკის გატანა საქართველოს ფარგლებს გარეთ ну აი არ ვიცი სხვათა შორის ძალიან სამწუხარო ხომ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები ხშირად აი ამ საბჭოთა კავშირის პერიოდს აი ყველაფერს კი ცუდი უქნა კაცო მაგრამ მაშინ გუნდები იქმნებოდა და ყველა მღეროდა მაგრამ ამის მიღმა რა ხდებოდა ამას რა ვიცი ვერ უკვირდებიან თუ არ უკვირდებიან თუ არ უნდათ რომ არ ვიცი რა ხდება მაგრამ სიღრმე შეძლებს დაგვარად რა შემეძლო ამ საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით მე თქვა არის ამის დეტალები შეიძლება კიდე გაიჩეს კატასტროფული ვინც კი პატარა გვერდზე გადაუხვია მათ იდეოლოგიას ეს დახურებები და გადასახლებები არ შეეხო მხოლოდ წერლებს და ასე შემდეგ. მომღერლები, მათ შორის დათაშკა კავსაძე, კახი კავსაძის მამა, კახი კავსაძის პაპა სანდრო კავსაძე იყო სტალინის მეგობარი.
სანდრო ასწავლიდა სტალინს გალობას, კაცო, სასულიერო სემინარიაში და კახის ქონდა შენახული სხვათა შორის და აქვს კიდევაც დღემდე ოჯახს შენახული წერილი. ბატონო, დიახ. კი. როცა სანდრო მაშინ მოხდა, რა ქვია, საავადმყოფოში მოხდა და სტალინი იწერება ქართულად. რომ ძვირფასო სანდრო, გავიგეთ თქვენი ესეთი ამბავი და ხო თუ შემიძლია რამით დაგეხმაროთ თქვენი სოსო. და მათ შორის რაღაც ჩიბუხი აჩუქა თვითონ სანდროს თხოვნით იმ 27 წლის დეკადაზე, მაგრამ ამანაც არ გაჭრა და დათაშკა კავსაძე გადაასახლეს და გარდაიცვალა კიდევაც გადასახლებაში. მათ შორის მიხა ჯიღაური, უნიკალური კახელი მომღერალი, ილიკო მორჩილაძე და ეს ხალხი მოკლედ ისე გაიპარა და ისე წავიდა მარო თარხნიშვილი, ეს თარხნიშვილების დინასტია, ეს გვარი, ასევე რეპრესირებული ოჯახი და ასე შემდეგ და მოკლედ ესეც უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ საბჭოთა პროპაგანდა ამ ხალხზე გველაპარაკებოდა, რომ ესეთი მაგარი მომღერლები იყვნენ, მაგრამ მათზე სიტყვას არ ამბობდა, რომ თქვათ ის ოჯახი რა გაუკეთეს, ვისაც გადაასახლეს, დახვრიტეს თუ ასე შემდეგ, ასე შემდეგ. კი. და ერთი სიტყვით აი ესეთი მეთოდებით ებრძოდნენ აი ამ ტრადიციულ მუსიკასაც და რა ვიცი, ამას ღრმა წიაღსვლები და კანტი და ჰეგელი არ ჭირდება, რა ეფექტი გამოიღო და ამ ეფექტს დღემდე ვიმკით, იმიტომ რომ სოფელში დაიკარგა ფაქტობრივად. და ეხლა დღეს როგორც წეგან მახსენეს აკუმულირებული ცოდნა ფაქტობრივად ეხლა ამ თბილისურ ანსამბლებს მიგვაქვს ამ სოფლებში და ამ სოფლებში ვრცელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჩვენი მეგობრების ევროპელების და ამერიკელების დახმარებით მოკლედ ამას შევძლებთ რომ რაღაცა კიდევ უფრო განვავითაროთ, კიდევ უფრო ესე იგი პოპულარიზება გაუწიოთ და მოკლედ მეტი და მეტი პროექტი გავაკეთოთ. ვიღაცა იტყვის რომ მე რუსეთი არ მინდა კაცო და რაზეა ლაპარაკი, მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ადამიანი იქით მხარესაც, ხო? არ უნდათ რა, არ აქვს გააზრებული, უბრალოდ ეს სურვილი არ აქვს რომ აი ამას რუსების გუბერნია იყვნენ, გამიგეთ, მაგრამ თუ ჩვენ უარს ვამბობთ ამ მეგობრებზე, ამ მეგობრულ დახმარებაზე, დამხელშეწყობაზე, თუ უარს ვამბობთ, სად ვრჩებით? ხო, ეს ხო ბუნებრივი შეკითხვაა. ჩვენი აგერ იმ გუნდების არ იყოს, რუსები არჩევანს არ დაგვიტოვებენ, ჩვენ ღერი ვართ, ხმა გვაქვს, არა გვაქვს, მიგათრევს ის ტრიკოტაჟის ქარხნის გუნდში და გამღერებს. იმას არავინ არ გეკითხება, შენ გინდა, არ გინდა, გააგდრო, გეხალისება, არ გეხალისება. ეს ხდება მასშტაბშიც. და რა ვიცი, მე მაინც იმედი მაქვს, მე ძალიან ბედნიერი ვარ სიმართლე და დღესაც რაღაც ერთი პოდკასტი იყო და იქაც აღვნიშნე და მინდა რომ თქვენს გითხრათ, რომ აი ამ დარგში, ამ ფოლკლორის მიმართულებით არის დიდი ნაწილი ხალხის, ვინც ამ დარგშია, რომელიც ან ჩუმად არის, ან მეორე მხარეს არის ქადაგად დავარდნილი. ეს არის ძალიან სამწუხარო ჩემთვის, ამაზე ძალიან მწუხარ. ზოგიერთი საერთოდ პარალელურ საქართველოს ქმნის და რაღაც ცხოვრობს სხვა პარალელურ სამყაროს, სხვა პარალელურ საქართველოს. თითქოს არაფერი არ ხდება რა. თითქოს აქ ჩვენს მეგობრებს სახისრებს არ ულეწავენ და აქ 5000 ლარი ეს დომინოს ჩოთქივით არ მოდის. აი თითქოს აი ეს თითქოს აქ რუსთაველი არ არსებობს რა ყოველ საღამოს. მაგრამ აი იმაზე მეტად რამდენადაც ეს მწყის, იმაზე უფრო მეტად მე მიხარია ის რომ ხალხი აი ეს ფოლკლორი როგორი სფერო იყო, იცით? ერთი ბაბლი იყო რა. ეს სიგნები გამოიცემოდა და ერთმანეთს ურიგებდნენ. იმასაც ეჭვმეპარება ვინმე კითხულობდა. დისკი იყო და ერთმანეთს ურიგებდნენ და ერთმანეთს უსმენდნენ. კონცერტი იყო და ერთმანეთის კონცერტზე დადიოდა ეს ხალხი. რაღაც ჩაკეტილი სივრცე იყო. არა და ამის დანაკლისი მქონდათ რომ ამ მუსიკას აქვს პოტენცია რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს და შეიყვაროს. იმიტომ რომ საშუალო სტატისტიკური ქართველი არ იცნობს ქართულ ტრადიციულ მუსიკას. ვიღაცა იტყვის ჩაკრო, ვიღაცა იტყვის კრიმანჭული, ეს კრიმანჭული სიმღერა საერთოდ არ არის მეგობრებო, ესეც არის საბაზისო ამბავია. მაგრამ ვის აქვს მოსმენი, რამდენს აქვს მოსმენი ჩაკრულ მაგალითად თავიდან ბოლომდე. ან გურული სიმღერა თავიდან ბოლომდე. არ ვამბობ მე ცოდნას, იქ რა ტრიალებს და იქ რა ხდება და როგორ ხდება. არ არის ამის ცოდნა და პოტენცია აქვს ამ მუსიკას იმის რომ დააინტერესოს ეს ხალხი, ამ ხალხები თუ ჩვენ სწორად მივიტანთ ამას და თუ ჩვენ ჩავიკეტებით ამ თავში და ჩვენს გარემოში და არ გავხსნით ამ საზღვრებს, ვიქნებით ესე ჩაკეტილები და ეს დარჩება როგორც არტეფაქტი. ეს ვერ გახდება სახალხო, ეს ხალხური არ იქნება, თავის სახელს ვერ გაამართლებს ეს. მაგრამ მე ვიმეორებ იმას, რომ აი ეს თქვენ ახლა ვინც აქ ხართ შეკრებილები, უმეტესობა
შეიძლება ამ ამბებს საერთოდ პირველად ისმენთ საერთოდ ამ მუსიკის შესახებ პირველად იგებთ ამ ამბებს და მე დარწმუნებული რომ ბევრმა შეიძლება სახში რომ მივიღოთ რაღაც 1-2 სიმღერას ჩართოთ და რაღაცას მოусმინოთ რომ უფრო მეტის და ეს მე მახარებს იმიტომ რომ ცნობადობა იზრდება აინტერესებს ხალხს ეს ამბავი და ბედნიერი ვარ ერთი სიტყვით იმით რომ მოკლედ ამ პროტესტმა ბევრი კარგი რამე გააკეთა და მათ შორის ეს რომ აი ტრადიციული მუსიკა ბევრმა გაიგო ისე როგორც უნდა გაიგოთ იმიტომ რომ აი აქ როცა დაიწყო ეს მუსიკა და რეალურად მართლა ხალხური აი აქ რამღერი სიმღერა იყო ხალხური რა და არა კონსერვატორიის სცენაზე მაგალითად როცა ხალხი გარშემო გარტყია და დრედებიანი ხალხი ამ იმაში ამ სფეროში არის ისო აი მე ვიღაცა თმა სხვანაირად აქ ის ან და უკვე რაღაცა თითქოს ის არის დისტანცირება ხდება რა არა ყველა ანუ ეს არის საბჭოთა კავშირის გავლენა ისეთ რომ ვიღაცა ჩამოსხმული უნდა ყოფილიყო და სმენელიც უნდა ყოფილიყო რაღაც სათვალეებიანი ხალხი კოსტუმით და ეს უნდა დაარიგო იმის იქით ვეღარ ხედავდნენ გამიგე და ეს არის ხალხურობა არის ეს რომ ხალხში უნდა იდგე და ეს იარაღად უნდა ვაქცოთ ეს ხალხური სიმღერა ხო მადლობა დიდი ხო და ჩემი აზრით ამ ეტაპმა როცა აქ სიმღერა დავიწყეთ ის პროპაგანდა რასაც ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობა აწვებოდა რომ აქ ეს ხალხი გათხოვილები, გასათხოვრები, კაცი, ქალი, კაცის რძე და ასე შემდეგ კი არ გვინდა კაცის ძალადობა ხო და ისე იყო მოკლედ რომ აი ეს დაირღო ეს მათი ეს პროპაგანდა რაღაცნაირად ჩაფარცხდა რა და ვეღარ ამბობდნენ რომ აქ ეს ხალხი ტრადიციებს ებრძვის და ამათ არ უნდა საქართველოს და რაღაცა და მოკლედ აი ეს რაღაცნაირად ეს ნავსი გატყდა და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით და ბედნიერი ვარ რომ აი დღეს მოკლედ ამდენი ხალხი მოკლედ ინტერესდებით და ფიქრობ რომ კიდევ და კიდევ გაიზრდება ეს ინტერესი არ ვიცი რამდენადაც საათი არ კიდია კარსად რომ ნახო მე არ ვიცი შეიძლება გადავამეტე კიდევაც ამ ჩემ დროს ან შეიძლება ძალიან გავითქვიფე და რაღაცა ამბავი იყო რაღაცა მოკლედ მომიტევეთ რომ რაღაცა თუ რაღაც გადავაჭარბი ან დროს ან რაღაცა ხო ხო არა სასაუბროს მეტი თქვენ კარგად ზიხართ გამიგეთ მე მანატებს ვიბერა ხო არ ვიცი არა მე სასაუბრო ძალიან ბევრია და ვცდილობ რომ ჩემი თავი რაღაცა იმაში მოვაქციო რომ ძალიან არ გაუტიო თორემ ძალიან დიდი თემაა და ამიტომ თუ არ ვიცი თუ იმეს ამე შეკითხვა გაქვთ ან რაღაცა არ ვიცი ძალიან დიდი მადლობა არა ის სხვა მარჯვენა ხელი აღარ მემორჩილება უკვე ხო ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოკლედ ჩვენმა საპროტესტო აუდიტორია ყველა კარგად გვისურვებთ მე მაინც ბოლოს უნდა ვთქვა ჩვენი ბოლო ერთკვირიანი შთაბეჭდილება მეგობრებო მე 2 დღეა უკვე რაც ჩამოვედი და ყოველ დღე ვცდილობ გურის პრობლემა მიუტანო ყველა ადამიანს ვისაც შევხვდები ხალხო იქ მართლა პრობლემაა და სერიოზული საფრთხეები დავინახეთ ჩვენც და ექსპერტებმაც ამიტომ კიდევ ერთხელ ხარდაჭერა გურიას და ყველას ტიქიუ ზონას ჩვენ არ გავჩერდებით მადლობა ყურადღებისთვის გარემ დავამატებ გურია რახან ახსენეთ აი ამ ჩვენ ადილეი არის ჩვენი გუნდი სადაც მეუმღერი და ადილემ და მეგობრებმა მოკლედ გადავწყვიტეთ რომ ვითაც შეგვეძლოთ ჩვენ დახმარება ამ ხალხის გაგვიკეთებინა საქველმოქმედო კონცერტი და ეს კონცერტი გაიმართება 9 მარტს ასევე იქნება ადილეი და მეგობრები დათო შუღლიაშვილი ინოლა გურგულია სიმღერებით რასაკვირველია და სვანური სიმღერებიც იქნება ქალბატონების შესრულებით და იქნება მხატვრების გამოფენა გაყიდვა დედაინის ბარში 9 მარტს ვისაც სურვილი გექნება შეგიძლიათ მობრძანდეთ და მოკლედ ეს თანხა მთლიანად გადაერიცხებათ დაზარალებულებს ხო ახლა რეპეტიცია ჩვენ ვაპირებდით რომ რაღაცა გვემღერა კიდევაც ისე იყო რომ ახლა წეგან ხედი რომ დავიქნე იქით ჩვენი ორი მეგობარი უცებ დაგტოვა მაგრამ თან ვინც უნდა მოსულიყო ვის ყველაზე მეტად სიმყარისთვის მოკლედ ეს ხალხი ჩაწოლილია და დღეს პირველმა ხმამ გამომიგზავნა ხმოვანი შეტყობინება და იყო ბანი ხო იმიტომ რომ ხო და არ ვიცი თუ ვართ ის ხალხი რომ რაღაცა ერთი სიმღერა თუ შეიძლება რამე ითქვას ბანსი გადასარევი ხო უი დემე ვიმღეროთ კი ვიმღერეთ კაცო კი ხო მანამ ვიმღერებ სანდრო ძალიან დიდი მადლობა ხო მადლობა თქვენს უყველას ლექციისთვის მეგობრებო ავარდია შემეცნება გურია კი ბატონო იმერენ
მადლობა რომ ესწრებოდით ჩვენს ლექციას და მინდა გთხოვოთ რომ უი, არ მიზახი ხარ? საგამოძიებო ვერაგეცილი ხედი. TikTok-ი, YouTube-ი და გამოგვიწერეთ საპროტესტო აუდიტორია. მადლობა ყურადღებისთვის. ახლა კი ვიმეორებ. ხო, რა? Hallelujah.